აი გამოგახავერიათ ჩვენთან სტუდიაში, მე მას წარმოგიდგენთ და აი დღეს არის პირველი კვირა, როდესაც უკვე ჩაიარა ბრწყინვალე შვიდეულმაც. აი როგორ ვაგრძელებთ მორწმუნეების ცხოვრებას? ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად. ასე უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად. თქმა უნდა, ამაღლებამდე ჩვენ ყოველთვის ასე. დიახ, ეს ჩვენი ტრადიცია, ასე მისალმება. მე არ მქონდა საშუალება და ეხლა ვისარგებლებ ამ ეთერის საშუალებით მიულოცავ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ვინც აღნიშნავს, ვისთვისაც ეს დღესასწაული ასე რიგ მნიშვნელოვანია, მრავალ აღდგომას დასწრებოდეთ ყველანი. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელი საუბრის თემას, შევარჩიეთ ამ კვირის ამ დღეების რაღაცა განმავლობაში თქვენ როგორ ბრძანეთ, რომ მართლაც დიდი შეიძლება ემოციები ახლდეს ამ დღესასწაულის აღნიშვნას და დგება კვირა, აღდგომის შემდგომი სწორი კვირა, რომელსაც ჩვენ უწოდებთ თომას კვირას და ეს ძალიან საინტერესო ამბავია, რაც მე ახლა უნდა გითხრათ თომასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სიტყვათა წყობა ურწმუნო თომა ძალიან ხშირად შეიძლება მოხვდეს ყურში. შეიძლება ჩვენს გამოგვიყენებია, ან ჩვენს მიმართ უთქვამს ვინმე საპირიქით. ურწმუნო თომა. ხო და ნეტა ისეთი რწმენა მოგწეს ჩვენ, როგორც ქონდა მოციქულ თომას, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ ამ თემას ქონდეს არასწორი ინტერპრეტაცია და აი ამ სიტყვებთა წყობას ვიყენებდეთ ჩვენ არასწორად, ამიტომაც უნდა ცოტა დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი. უპირველეს ყოვლისა, მაინც აღდგომის შესახებ მინდა გესაუბროთ, რაღაცა თეორიაზეც და პრაქტიკაზეც ვისაუბროთ მოკლედ და რა არის ძალიან მნიშვნელოვანი საცოდნელი აღდგომასთან დაკავშირებით, რომ ეს მოვლენა რატომ არის ზოგად საკაცობრიო და რატომ თქვათ ეს არ შეიძლება ესე ჩაითვალოს რომ რაღაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა და აღდგა. ერთი ადამიანის გარდაცვალებაზე და აღდგომაზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავიყვანოთ ჩვენ ეს დიდი მოვლენა, იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანური ბუნება შეიმოსა. ამიტომაც აღდგა როგორც ადამიანი და აღდგომა არ სჭირდება არავითარ შემთხვევაში ღვთაებრივ ბუნებას. შესაბამისად, ადამიანური ბუნების შესახებაა ლაპარაკი, როდესაც მეორე ადამიანს უწოდებთ ჩვენ იესო ქრისტეს, არა იმიტომ რომ რაღაცა ასე ლამაზი ეპიტაფია შეურჩიეთ. არა, ეს ადამიანური ბუნების გამო. დიახ, ვუწოდებთ იმიტომ რომ როგორც ადამიანის მიერ სიკვდილი შემოვიდა სამყაროში, სიცოცხლე შემოვიდა სამყაროში, ანუ უკვდავება მიენიჭა, იმიტომ რომ აქ რაღაცა კონკრეტული ადამიანი იყო იესო ქრისტე და განღმრთობა მოხდა მისი, ამას არასდროს არ იტყვის ქრისტიანი. ეს ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოშიც არის გადმოცემული, არამედ მოხდა ღმერთის განკაცება, ანუ ადამიანური ბუნების მიღება მოხდა მის მიერ, ესე იგი იმას ნიშნავს, რომ ადამიანურ ბუნებას უკვდავება მიენიჭა. და როდესაც აღდგა ნიშნავს იმას, რომ ადამიანური ბუნებით, ესე იგი აღდგომა მოხდება ყველასი, ვინც კი გარდაიცვლება. ვინც კი გარდაცვლილა და აწი ვინც გარდაიცვლება კიდევ მეორედ მოსვლამდე და ეს ამიტომ არის ზოგად საკაცობრიო დღესასწაული და არა რაღაცა კონკრეტული მოვლენა, რომ ვიღაცა გარდაცვლილი გაცოცხლდა. ასეთი რამ თანამედროვე სამყაროშიც ხდება, კლინიკურ სიკვდილსაც უწოდებენ და ექიმებს შეიძლება ბევრი პრაქტიკა ქონდეთ, რომ ვიღაცა თქვათ რამდენიმე საათი გაჩერდა, როგორც მისი სხეული არც გული მუშაობდა, თქვათ და არც ტვინში იზომებოდა, მაგრამ რაღაცა გავიდა რამდენიმე დრო და ამ ადამიანმა კვლავ თვალი გაახილა, ასეთ შემთხვევებს ბევრს მოისმენთ. ამიტომაც ეს რაც უნდა ვიცოდეთ აი ამ სარწმუნოების შესახებ და აღდგომას როგორც უნდა უყურებდეთ, არა როგორც რაღაც ერთ კერძო მოვლენას, ეს უნდა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა და მორწმუნე ქრისტიანებმა. მეორე საკითხი, რაც დგება ხოლმე აღდგომასთან მიმართებაში და ეს კვლავ რწმენას ეხება სანამ უშუალოდ თომაზე გადავალ, უნდა ვთქვა აუცილებლად ის, რომ საიდან გვაქვს ჩვენ ესე იგი დარწმუნება, რომ ნამდვილად აღდგა ქრისტე. და ამაზე ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რომ აი რა ვიცით, რომ აღდგა ქრისტე და იქნება ასე არ მომხდარა. იგივე შეკითხვა შემეძლია დავსვათ ამამად, რომ საიდან ვიცით, რომ აი დიდგორის ბრძოლა მოიგო დავით აღმაშენებელმა. ვინმე შეიძლება ეს დამიმტკიცოს, საიდან ვიცით. რა თქმა უნდა, ამტკიცებენ იმით, რომ აგერ გვაქვს ისტორიული წიგნი, ისტორიკოსმა ესე დაწერა და ჩვენ ამისი გვჯერა. ესე იგი, თუ ისტორიკოსის ამ დაწერილი წიგნი ასე სარწმუნოა და ჩვენ ამაში ეჭვი არ შეგვაქვს, რომ ნამდვილად ასე მოხდა ეს ამბავი, ახალ აღთქმას ჩვენ ერთ წიგნად კი მოვიხსენებთ, მაგრამ სინამდვილეში ახალ აღთქმას ყავს 8 ავტორი. 8 სხვადასხვა ადამიანი. ესენი მოციქულები იყვნენ. ზოგი 12-თაგანი არ იყო, ზოგი 70-თაგანი მოციქული იყო, რომელიც მათ შორის პავლე მოციქული საერთოდ არ იცნობდა ქრისტეს, ნანახი არ ყავდა და მდევნელი იყო რაღაცა ქრისტიანობისა, მაგრამ როდესაც თქვა განათლება მოხდა მისი სულიწმინდის მიღების შემდგომ,
ისი მოციქულად გადაიქცა, რომელიც კვლავ ამას ყველა მოციქული ადასტურებს ქრისტეს აღდგომას. შესაბამისად, თუ კი ისტორიული წიგნები მისაღები და დასაჯერებელია ჩვენთვის, რატომ არ არის დასაჯერებელი ეს იმ ხალხისთვის, ვინც ამ თემაზე დაობს, რომ საიდან ვიცით, რომ აღდგა თუ არა ქრისტე. მაგრამ დაახლოებით იგივეა, საიდან ვიცით არსებობდა თუ არა ქრისტე, ზუსტად იქედან ვიცით, საიდანაც ვიცით მისი აღდგომის შესახებ. რა თქმა უნდა, ამიტომაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ კი ისტორიულ წიგნს ვაღიარებთ, მაშინ როგორც ისტორიულ წიგნს ისე შეხედე ახალ აღთქმას და 8 ავტორი ყავს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეხა ერთმა თუ რაღაცა მოიგონა, მეორემ იგივე ხო არ მოიგონა, სხვადასხვა დროს არის ეს წიგნები დაწერილი და რო წაიკითხავ ტექსტს, მიხვდები რომ ერთმანეთთან შეთანხმებით არ არის დაწერილი ეს. ამან ძალიან ბევრი კრიტიკა გაიარა მთელი ამ 2000 წლის განმავლობაში. ისეთი ის აქვს გავლილი მოკლედ ბარიერები, რომ ვერაფერი ვერ დააკლეს აი ამ წიგნებს და შესაბამისად უნდა ვკითხულობდეთ ჩვენ ხშირად ამას, როგორც წყაროს ჩვენი სიცოცხლისა შეიძლება ესე ითქვას. ზოგადად ხშირად წავიკითხავთ, უფრო ადვილად შევალთ რწმენაში და უფრო მეცაც ვირწმუნებთ. იცით რა, მართლა აუცილებელია, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ცოცხალი სიტყვა ჩვენთვის. აი, რას გულისხმობ ეხლავე მოგახსენებთ, შეიძლება ცოტა გადავერთე, მაგრამ ალბათ ესეც აუცილებლად სათქმელია. რომ რომელი წიგნი არის ცოცხალი ჩვენს გონებაში, რომელსაც ხშირად ვკითხულობთ. აი ხლა თაროზე შეიძლება მქონდეს უამრავი წიგნი და ბიბლიოთეკა მქონდეს უნიკალური, მაგრამ მხოლოდ ის წიგნი ცოცხლდება, რომელსაც გადმოვიღებ და წავიკითხავ. ხო მართალია? შეიძლება ჩაუარო ამ წიგნებს და ვერაფერი ვერ ვიგრძნო, მაგრამ თუ გადმოვიღებ და წავიკითხავ რაღაცა, თქვათ, სამუშკეტერს დარტანიანობა მომინდეს, შეიძლება ხომ ასეა? გვინდოდა ყველას ბავშვობაში. ხო, რა ბავშვობაში რაც გვინდოდა. აქედან გამომდინარე, თუ არ ვკითხულობ არასდროს არც კი გამახსენდება ეს, რომ ვიღაც ვინმე დარტანიანი არსებობს და თუ გადმოვიღებ და წავიკითხავ, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ბიბლია ყველაზე უფრო გაცვეთილი წიგნი უნდა იყოს ქრისტიანის ოჯახში. არა თაროზე დადებული რაღაცა, კი პატივით მტვერს გადაწმინდა, მაგრამ ფურცელი რო გადაშლილი არ არის ეთყობა, არა, ყველაზე ხშირად გადასაშლელი წიგნი უნდა იყოს ჩვენ სახელმძღვანელო. როგორც სახელმძღვანელო, სახელმძღვანელო. ამისი არცოდნა ემსგავსება ქრისტიანის მხრიდან დაახლოებით ესე უნდა წარმოიდგინოთ, რომ აი სამედიცინო უნივერსიტეტში რომ ჩააბარო და ანატომიის წიგნს არ კითხულობდეს ადამიანი. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, იმიტომ რომ აქ წერია ცხოვრების წესი, აქ არის გაცხადებული საღვთო ნება. აქ წერია ის, რაც სურს შენგან ქრისტეს. და შენ თუ მასთან ურთიერთობა გსურს, მხოლოდ ის რომ ეხლა მწამს, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს ეს რწმენა და აი დაუბრუნდები კვლავ აი ამ რწმენას, რის შესახებაც ეხლა თომა გახლავთ უნიკალური პიროვნება. ის არის სახარებაში რამდენჯერმე არის მოხსენიებული და მათ შორის მოხსენიებულია როგორც ტყუპის ცალი. ერთ-ერთი გარდამოცემით ის ძალიან გავდა გარეგნობით მაცხოვარს იესო ქრისტეს. და ამას თავი დავანებოთ ეს გარდამოცემებია, მაგრამ რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ თომა არის ძალიან გაბედული და ვაჟკაცური. სახარებაში ვკითხულობთ, როდესაც მაცხოვარი ამბობს, რომ ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა და უნდა წავიდე, თომა ეუბნება, რომ ერთი კვირის წინ ქვით ჩაქოლვას გიპირებდნენო და ისევ იქ ბრუნდებიო. მაცხოვარი მერე ღიად ამბობს პირდაპირ, რომ გარდაიცვალა ლაზარე და უნდა წავიდე მე ჩემს მეგობართან და თომა ამბობს, რომ რახან არაფერი გაეწყობა, ჯერ ხო იმასაც არაფერი, თუ გარდაიცვალა იმას რაღა უნდა უშველოთ. თომა ესეთი ადამიანია მოკლედ პირდაპირ ამ რეალისტური. დიახ, იმას ხო აღარაფერი ეშველება, მაგრამ მოძღვარს არ მივატოვებ და ასე ამბობს პირდაპირ. წავიდეთ და ჩვენც მასთან ერთად მოვკვდეთ. ძალიან ვაჟკაცია, მებრძოლის სულის ადამიანია. ეხლა წარმოიდგინეთ, აღდგომის პირველი დღეა, დილით ნახეს მენელსაცხებლებმა, დედებმა, მივიდნენ და საფლავი ცარიელია. იქ მერე გამოცხადება მოხდა მარიამ მაგდალინელთან და მაცხოვარი მას ესაუბრება და ეუბნება, რომ წადი და მოციქულებს უთხარი, რომ ესე იგი აღდგომა მოხდა. სხვათა შორის რა მნიშვნელოვანია, ჩვენ იქნებ მოგვეცეს საშუალება ვისაუბროთ, რატომ ჯერ ქალებს ეხარათ ეს ამბავი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, დღეს აღარ გადავერთვები ამ თემაზე. და თომა, ესე იგი 10 მოციქული ერთად არის შეკრებილი. ნუ მე 11-ზე არ ვლაპარაკობ, იუდას ხვედრი ვიცით. 10 მოციქული ერთად არის შეკრებილი, კარები აქვთ ჩაკეტილი, ეშინიათ, იმიტომ რომ მათი მასწავლებელი მოკლეს და ამათაც რაღაც საშიშროება ემუქრებათ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა მათთვისაც და ამ დროს მათთან ერთად არ არის თომა და ისმის კითხვა, სად არის თომა? ის უშიშარი კაცია, ის ასე არ არის ჩაკეტილი, სადღაცას დადის. მაგრამ საღამოთი, როდესაც მაცხოვრის გამოცხადება ხდება თავის 12 მოციქულთან და ეს აღდგომის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ის დახშულ კარებში შედის, თუმცა კი
ხორციელად ხედავენ მას, რომ ხორცი აქვს, ჭრილობებსაც კი აჩვენებს თავის მოციქულებს, იქვე პურსაც გატეხავს, თუმცა კი ჭამის მოთხოვნილება აღმდგარ, ესე იგი, სხეულს აღარ გააჩნია, მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ ეს მოჩვენება არ არის, ეს რაღაცა ლანდი არ არის და რომ ნამდვილ რეალურ პიროვნებასთან არის შეხვედრა, ამის დასამტკიცებლად ხდება ეს ყველაფერი და კვლავ დახშულ კარში ისევ გარეთ გადის. თომა როდესაც ბრუნდება მოციქულებთან და მას ეუბნებიან რომ ქრისტე აღდგა, აი ახლა როგორც თქვენ არ პასუხობთ, ისე ვერ უპასუხა თომამაც. თქვენ არ გადანაშაულებთ, თქვენ მიპასუხეთ ერთხელ უკვე ამაზე. მე უბრალოდ იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ თომა ცოტა ისე უყურებს ამ საკითხს, რომ როგორ ესე იგი თუ აღდგა და თუ ყველა ვნახეთ, მე რატომ არ ვნახე, ამიტომ მას აინტერესებს ეს და მინდა გითხრათ, რომ ეს ინტერესი არ არის დანაშაული. ქრისტე ამას დანაშაულად არ გვითვლის ჩვენ. და ეს ინტერესი არის სწორედ რომელმაც უნდა აღგზრას თუნდაც ამ წიგნების წასაკითხად, როდესაც კითხვას ვაო, რომ რა ვიცით, რომ აღდგა თუ არა. ეს ინტერესი სწორი დამოკიდებულებაა ჩვენი ღმერთთან მიმართებაში და არავითარ შემთხვევაში ეს რო დანაშაული ყოფილიყო, მაშინვე ეტყოდა მაცხოვარი შემდეგ ერთი კვირის თავზე, როგორც კი კვლავ შემდეგი გამოცხადება, იქ თომას არ საყვედურობს. პირიქით ეუბნება თომა, მომეცი შენი ხელი. რა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ აი მომეცი შენი ხელი ნიშნავს იმას, რომ აი ამ ერთობაში ამ სიყვარულს ისევ გამოხატავს, რომ აჩვენოს ამ ჭრილობაში, რომ დარწმუნდეს თომა და თომა იბადება როგორც მოციქული. იქამდე თუ ესეთი მებრძოლი სული ქონდა, მზად იყო წავიდეთ და მოკვდეთ, აი ეხლა დაიბადა როგორც ნამდვილი მოციქული, იმიტომ რომ ის უნდა წავიდეს და ისეთ ქვეყნებში იქადაგოს, მაგალითად როგორც არის ინდოეთი. ცნობილია რომ თომა ინდოეთში იქადაგება. სადაც არასდროს არ სმენიათ ერთი ღმერთის სწავლების შესახებ. არასდროს არ სმენიათ ქრისტეს განკაცებისა და აღდგომის შესახებ და როგორც წარმოგიდგენიათ, ეხლა ჩვენ რო ვიყოთ ეს საზოგადოება, მსგავსი რა მოსმენილი ან წაკითხული რომ არ გქონდეს და მოვიდეს ვიღაცა, აქ ქადაგება დაიწყოს. რა ძალა მას ქონდა, გვარიშვილობა, ჯარი ახლდა უკან, სამეფო წარმომავლობა ქონდა, როგორ მიიღებდა მას თუნდაც ინდოეთი. ერთი რამის გამოღებულობდნენ, თვითონ იყო ადამიანი ამაში ისე დარწმუნებული, თუ არა ხარ დარწმუნებული, ამ ამბავს ესე ვერ მოყვები. და თომა ნამდვილად იყო ამაში დარწმუნებული და სჭირდებოდა ეს დარწმუნება თავისი სამოციქულო მოღვაწეობისათვის. ამიტომაც ის რომ მან ამ ჭრილობაში ხელი ჩაყო, ეს გახლავთ ის დარწმუნება, იმ ახალი მოციქულის დაბადება, რომელიც ინდოეთში აღმოჩნდება თუ აფრიკაში თუ არა აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაშიც და რომელ საზოგადოებაშიც არ უნდა მივიდეს, ვერავინ ვერ გადაათქმევინებს მას ამას, იმიტომ რომ თავის თვალით აქვს ნანახი და თავის ხელით აქვს გასინჯული ეს ჭრილობა. აქედან გამომდინარე ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა კი ის ერთი კვირა აღდგომის საღამოდან ვიდრე ერთი კვირამდე სანამ კვლავ ახალი გამოცხადება იქნებოდა, მე ხშირად მეფიქრება თომას მდგომარეობა. აი ეჭვი, რომელიც ადამიანში შეიძლება იყოს და როგორ შეიძლება ებრძოლო შენ ამ ეჭვს, იმიტომ რომ ადგილს მეც დაუთმობ, რაღაცნაირად შეიძლება დაგანგრიოს ამ ეჭვმა და ეჭვთან ცხოვრება საშინელებაა. და აი რაღაცა ეს გემსგავსება, ესე იგი ერთ ოთახში რო ცხოვრობდე კაცთან, რომელიც შენი მტერია და რაღაცა ცუდს გიპირებს და რაღაცა მოხჭობას გიპირებს, რომ თვალი დახუჭო და ჩაგეძინოს და დაახლოებით ესეთი მდგომარეობა, ეს ეჭვი შინაგანად ღრნის და ახრჩობს ადამიანს. ამიტომაც თომა არის ადამიანი, რომელიც აი ამ ეჭვს ადგილს არ უთმობს და მოლოდინშია. და ღმერთის მოქმედებაც ესე არის, რომ იქ რაღაცა პატარა ბავშვი ატირდება და მაშინ რომ მივარდებით დავაწყნაროთ არა, ღმერთიც აცდის თომას, რომ მან არჩევანი გააკეთოს თვითონ და არ იძალადოს ღმერთმა თავისი სასწაულებრივი გამოცხადებით. აი ეს ერთი კვირა გახლავთ დრო, სადაც თომა თითქოს მარტოა და ღმერთი მას უყურებს, რომ რა არჩევანს გააკეთებს თომა. რომ ჩაიქნებს ხელს და იტყვის, რომ მე არ მინახავს, ამიტომ ამჯერად წავედი კარგად იყავით, თუ ამ მოლოდინში დარჩება ღმერთთან შეხვედრის მოლოდინში და ღმერთიც არ დაამადლის მას აი ამ მოლოდინს და თუმცა ამ მოლოდინის პროცესში მან არ იცოდა რომ აუცილებლად ნახავდა ასე ვთქვათ ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ რო ვიცი რომ აგერ მითხრეს და ახლა ერთ კვირაში მოვა და ნახავ კიდე სხვა ტიპის მოლოდინი. აი აქ არის ეს მოლოდინიც არ არის, აქ არის ის ერთი კვირა, როდესაც მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში, როდესაც ის თავის თავში არ ყვევდა ეს
მართალია მე ის არ მინახავს, მაგრამ არის აღდგა თუ არ აღდგა. აი ამ თავის თავთან შინაგანი ბრძოლა იქნება ეს თუ შინაგანი წინააღმდეგობის დაძლევის პროცესია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ეს არის. ძალიან მნიშვნელოვანია და სწორს ბრძანებთ თქვენ რომ აი ეს თითოეულმა ჩვენგანმა რომ წარმოვიდგინოთ საკუთარ თავზე რა შინაგანი შეიძლება რყევები ახლდა ამ ყოველივეს და რა გადაიტანა თომამ ამ ერთი კვირის განმავლობაში სანამ თვითონ არ იხილავდა და სანამ ამ ჭრილობს თვითონ არ განიხილავდა. აი ნახეთ როგორი რაღაც პარალელს ვავლებთ დღევანდელ ჩვენს მდგომარეობასთან. ალბათ ყველა მორწმუნეც ასეც ამიტომ მე ბევრჯერ გამიგია რომ აი აუცილებლად აი რაღაცა ელოდება როდის წარდგება უფლის წინაშე ასე ვთქვათ და რომ აუცილებლად ეს მის ცხოვრებაში მოხდება და მე ვფიქრობ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის როგორ ცხოვრობ ამ უფლის გზით და მისი დანატოვარი მოძღვრებით და შემდეგ უფალი თვითონ გადაწყვეტს ის გნახავს არ გნახავს როგორ გნახავს და რა მდგომარეობაში. ხო წარდგომით ყველანი რო წარდგებით ამაში არ გვეპარება აქ მართალ ძალიან ამის მოლოდინი არ უნდა იყოს მეთქი მე ამაზე მაგ და მე მინდოდა მეთქვა აი რაღაცა თეორიიდან პრაქტიკაზე გადავიდე ხა და თქვენს ამ პასუხიც იქნება ერთგვარი თქვენს აი ამ დასკვნაზე რასაც თქვენ ბრძანებდით ახლა და გითხრათ ასეთი რამ რომ იქვე სახარებაში წერია მაცხოვარი ეუბნება რომ ნეტარი ხარო შენო თომა რომ იხილე და გწამსო იმიტომ რომ თომა მაშინვე აღიარებს როგორც კი დაინახავს კუდრეთით აღდგომილ მაცხოვარს რომ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი და ესე ეუბნება იესო მას რომ ნეტარი ხარ რომ იხილე და გწამს მაგრამ უფრო მეტად ნეტარნი არიან ისინი ვისაც არ უხილავ დავრწმენი ანუ თომას საშუალებით აბსოლუტურად ყველა ადამიანი ნეტარი ხდება აი ეს არის თომას დიდი დამსახურება თითოეული ჩვენგანისადმი და ჩვენ განსაკუთრებული მადლიერება გვმართებს რომ ნეტარი ხვდებით ნეტარად აცხადებს ღმერთი ყველა იმ ადამიანს ვისაც არ უხილავს ეს ყველაფერი მაგრამ წამს აი ახლა რა არ უხილავს ამის შესახებ მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვით იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ჩვენ თუ კი ვამბობთ და ვიცით რომ ღმერთი სიყვარულია ეს სიყვარული ესე სახილველი არ არის. სიყვარული რაღაცა მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი უნდა განიცდიდეს. თუ კი ამ სიყვარულის ნაკლებობაში შენ სიყვარულს ირჩევ, ესე იგი ნეტარი ხარ. თუ კი რაღაცა ადამიანური გრძნობების ნაკლებობა, იქ ნაკლები მეგობრობა უფრო მეტი ღალატია, ნაკლები თქვათ რაღაცა ყურადღება, უფრო მეტი რაღაცა გაფანტულობა, ნაკლები ადამიანური დამოკიდებულებები ერთმანეთ შორის და ძალიან ბევრ განკითხვას და ლანძღვაგინებას შეიძლება ხვდებოდეთ ყოველდღიურად თუ ხო სამწუხაროდ ესეა მაგრამ არსებობს საპირისპირო მდგომარეობა შენ რას ირჩევ არ გინახავს თქვათ ესეთი ზიაღმატებული სიყვარული ადამიანებისა მაგრამ შენ მაინც გიყვარს არ გინახავს განსაკუთრებული ესე იგი მოქცევა ყურადღებიანი მაგრამ შენ მაინც ესეთი ხარ ამიტომაც ნეტარი ხარ არა მხოლოდ იმით რომ იტყვი რომ ვიღაცა რომ შემოგძახებს ქრისტე აღდგა და შენ ესე უპასუხებ ჭეშმარიტად აღდგა შეიძლება არაფერს არ ცვლიდეს ეს შენ ცხოვრებაში შენ იბადები ახალი ადამიანი შენ ხდები ნამდვილად ჭეშმარიტად მოციქული მაშინ და ნეტარი როგორც თომას ეუბნება მაცხოვარი როდესაც უსიყვარულობაში სიყვარულს ირჩევ და ნაკლებ ადამიანობაში მეტ ადამიანობას ირჩევ და ასე წარმართავ შენ ცხოვრებას რასაც თქვენ ბრძანებდით ახლა და ასე ემზადები ღმერთთან შესახვედრად და დანარჩენი მე მithქვამს და კვლავ გავიმეორებ რომ ადამიანმა ისეთ სიწმინდეს რომ მიაღწიოს რომ რაღაცა სასწაულებს აკეთებდეს მართლა მთების გადაადგილება შეეძლოს ცხონება მაინც არ დაუმსახურებია მას ეს ყველა შემთხვევაში ღმერთის მოწყალება იქნება და მას უნდა მივანდოთ მის მოწყალე გულს უნდა მივანდოთ ჩვენ ესე იგი მასთან შეხვედრისა და შემდგომი ბედის ამბავი მაგრამ ის ხო სამართლიანია ესაა ძალიან მნიშვნელოვანი იცით რა ვერ ვიტყვი რომ თლაც სამართლიანია. უფალი? დიახ. მე გამიჭირდება ამისი თქმა რომ სამართლიანია. იმიტომ რომ ის არის რა ქვია ნათქვამი. ამავდროულად სამართლიანია, მაგრამ რას ნიშნავს მოწყალეთ სამართლიანია? იმიტომ რომ თუ ვიტყვით რომ მხოლოდ სამართლიანია, მაშინ ჩვენი ბედი გადაწყვეტილია რომ არაფერი არ გვეკუთვნის. იმიტომ რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი რომელიც არ ცოდავდეს და ნებისმიერი ცოდვის გამო ჯოჯოხეთია. მაგრამ თუ ვიტყვით რომ მხოლოდ მოწყალეა, მაშინ გამოდის რომ ესე იგი რასაც მინდა იმას გავაკეთებ, იმიტომ რომ ის მაინც მოწყალეა და მაინც შემიწყალებს. ჩვენ უნდა ვთქვათ ეს სიტყვა უნდა გამოვიყენოთ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა. ცოტა შეგეკამათებთ. მოწყალეთ სამართლიანია ის, იმიტომ რომ
ადამიანი რო იტყვეს, აი ხლა ღმერთმაო, დიდი ცოდვა არის ხოთაშორ. მე ისე მომაგოს, როგორც მე მეკუთვნის, ჩემს მტერს, რაც ჩვენ გვეკუთვნის. იცით, მე რა ცოტა სხვადასხვანაირად მგონია ეს ამბავი, შეიძლება ვცდებით თქვენ უკეთ იცით და გამისწორეთ ისე როგორც შევა ჩემმა მაყურებელმაც. დიახ, მე როცა ვამბობ, რომ სამართლიანია, მე ამ მოწყალებას გულისხმობ. ანუ აქ მოწყალება, სამართლიანობა მე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება უფალი ჩემ და მე მოწყალე, ანუ ჩემი გაგებით სამართლიანი იყოს, თუ მე ჩემს ცოდვას ჩადენილს ვაღიარებ და ვინანიებ. დიახ. მხოლოდ ამ შემთხვევაში, ამ შემთხვევაშია სამართლიანი. მე თუ არ მოვინანიე და არ ვაღიარე ჩემი ცოდვები, რაც ყველა ადამიანს გააჩნია. ღმერთი მოწყალებს რომ იქნება და ეს მოწყალება იქნება სამართლიანი მოწყალება. თუ რამაც დიდი განსხვავებაა, შეიძლება ადამიანებმა შეიწყალონ სხვა ოღონდ ეს იყოს უსამართლო გადაწყვეტილება, ადამიანებს ეს გვჩვევია სასამართლო იქნება ეს ადამიანური სასამართლო თუ ასე შემდეგ. ყოველთვის მოწყალება არ არის სამართლიანი, მაგრამ აი როდესაც მოწყალება არის სამართლიანი, ჩემი აზრით ეს მხოლოდ იმ სამართალს ეფუძნება, როდესაც შენ უკვე მონანიებული გაქვს შენი ცოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უფალი გახდეს შენ და მოწყალე შენ თუ არ მოინანიებ ამ შენს ცოდვებს. ნუ ძალიან გაუჭირდება უფალს ამ შემთხვევაში, რომ შენ არ გაგიშვას ოჯოხეთში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაშინ ძალადობა გამოვა, თუ შენ არ ინანიებ რაღაცას, სახელს არ არქმევ მაგალითად ცოდვას და სინანულს არ გამოხატავ ამ ცოდვის გამო, ნამდვილად ეს იმ გაუგებრობაში აღმოგაჩენს, რომ შენზე არ იძალადებს, რასაც არ ითხოვ ღმერთის გამო, იმას როგორ მოგწევს. პატიებას არ ითხოვ, იმაში ვერ მოგეცემა პატიება, მაგრამ მე რატომ ვთქვი რომ არ არის მეთქი მთლად სამართლიანი, იმიტომ რომ ჩვენ თუ ადამიანურ სასამართლოს შევადარებთ ამას, აი მაგალითისთვის მე თუ რაიმე ნივთი მოვიპარე და ამის გამო მასამართლებენ, შეიძლება მოწყალედ მომექცეს მოსამართლე და თქვას რომ შენ ამ ნივთის გამო რადგანაც აღიარებ და რადგანაც ინანიებ ამ ქურდობას, მე შენ 5 წლის მაგივრად 2 წელს მოგიჟდი და მაინც გიწევს პასუხისმგებლობის აღება. ღმერთთან მიმართებაში ესე არ არის. ღმერთი რო გეუბნება ცოტა ხანი ოჯოხეთში და მე გამოგიშვებ ეგრე არ არის. ასეთი რამ მართლმადიდებლურ სწავლებას არ გააჩნია. მერთი ამბობს რომ აი ამ შენ სინანულის გამო შენ განაის რომ გამართლდი. შენ თითქოს არც ჩაგიდენია ეს ამბავი. ხო, მაგრამ ადამიანი ხო ამოუშვა ჯოჯოხეთიდან, ესეც ხო არის? ჯოჯოხეთიდან აღმოყვანება სწორედ ეს გახლავთ რომ ისე გაამართლა ისინი რომ თითქოს არ ჩაუდენიათ არაფერი. ანუ ერთი არის რომ მეუნებიან რომ კი ხედავთ რომ რადგანაც აღიარებთ, მაგრამ შენ უნდა დაისაჯო, იმიტომ რომ პასუხი უნდა ააგო შენ საქციელზე და სწორიც არის უნდა ააგო, ჩვენი გადმოსახედიდან ესეა, ერთთან მიმართებაში ესეა. აი ჯოჯოხეთთან აღმოყვანებაზე მე კიდევ შეიძლება ვისაუბროთ ჩვენს ეთერში, ეს ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ თუ ერთხელ უფალმა ეს გააკეთა, შეიძლება ადამიანებს კონდეთ იმის განცდა, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს ისე ვთქვათ გამონაკლისები ჩემ შემთხვევაში. ძალიან უტილიტარულად და მარტივად ვლაპარაკობ გასაგებ ენაზე. დღეს ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ ალბათ და ძალიან დიდი მადლობა როგორც ყოველთვის ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ სწორედ ასე უნდა ვესაუბროთ ალბათ ძირითადად ადამიანებს, მაგ გასაგებ მარტივნებს როგორც ჩემთვის იქნება ეს გასაგები და მისაღები და ხანდახან ის კითხვები, რომელიც უჩნდება ადამიანს, რომელიც ზის ტელეეკრანთან და ჩემნაირს მაგალითად და გარკვეული კითხვები ალბათ საჭიროა, რომ ამ კითხვებზე ჩვენ მივიღოთ პასუხი სწორედ თომა ამის მაგალითია. ნამდვილად. და ჩვენ გვაქვს ეს ადგილი საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე. ეს არის ძალიან კარგი. პირველი არხი არის სწორედ ეს პლატფორმა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ ამისთვის. შემდეგ შაბათს ჩვენ შევხვდებით მამაკახაბეს კვლავ. ეხლა ცოტა ხანი შევისვენებთ და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით.